თქვენ მიგაჩნიათ რომ 26 მაისის ფართო მასშტაბიანი აქცია თავისთავად გააძლიერებს ქუჩის პროტესტს თუ თავად ეს პროტესტი უნდა წარიმართოს იმგვარად რომ რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდეს. არ შევდივარ დეტალებში, არ ვიცი როგორ, რანაირად, ვის რა პოზიცია აქვს, ვის რა მოსაზრება აქვს, ვინ რა სტრატეგიას უფრო ეფექტურად და მართებულად მიიჩნევს, მაგრამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ 26 მაისი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა გაძლიერდება თუ რაღაც სხვანაირად უნდა მოხდეს, გარდა იმისა, რომ შეიკრიბება ბევრი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში იქნება სიტყვით გამოსვლები და შემდეგ ეს აქცია მომავალ ფართო მასშტაბიან აქციამდე დაიშლება. ხო, ანუ ზუსტ წინასწარმეტყველებას რა თქმა უნდა ვერ გეტყვით ეხლა როდის რა და ანუ იმიტომ რომ საპროტესტო აქციებს როცა საუბრობთ ჩვენ 26 მაისზე, ხო, ეხლა ზუსტად 26 მაისის სიუჟეტს ესე ვერ გეტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა 26 მაისი იქნება მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ საპროტესტო მოძრაობაში დიდი აქციების გარეშე საპროტესტო მოძრაობები არის განწერული იმისთვის, რომ წავიდეს დაღმასვლით, ხო? აუცილებელია დიდი აქციები, აუცილებელია მარშები, აუცილებელია მათ შორის პატარა აქციების და მუდმივი აქტიურობა. ეს არის აუცილებელი. ყველა საპროტესტო მოძრაობის ოქროს წესი არის, რომ არ უნდა გაჩერდე და უნდა აწყო როგორც მარშები, ისე დიდი აქციები, ისე სპონტანურობაზეა დამოკიდებული 26 მაისის მნიშვნელობა, როგორც აი პოლიტიკური ყველა საპროტესტო აქცია, უდიდესი ნაწილი საპროტესტო აქციების აბსოლუტური უმრავლესობა მათ შორის არის დამოკიდებული სპონტანურ ამბებზეც, ხო? ამას ეხა არ ჭირდება ჩემი მეტი ხალხი იქნება, შესაძლებელია რაღაცა სხვა მიმართულება მიიღოს ამ აქციამ, თუ შედარებით ნაკლები მაშინ დამთავრდება ისე როგორც დამთავრდება. ვერავინ ვერ წინასწარმეტყველებს რა და როგორ მოხდება ქვეყანაშიც არის უსამართლობა დაკანონებული. გეგმა ეს მუდმივად მიდის ამაზე. რამდენი ვერსია ხომ დაარსებობს, რამდენი ვარიანტი რომ აი თუ ასე ხდება, ასე ვიცით. ყველა საპროტესტო აქციის წინ არსებობს ასეთი მოლოდინები და ყველა საპროტესტო აქციის წინ იცის მოლოდინი არის სამზადის გეკითხებით. ხო, მოლოდინი ჩვენ შეიძლება გქონდეს, მაგრამ თქვენ იმ ადამიანებს, ვინც ჩართული ხართ აი ამ საორგანიზაციო ჯგუფში, მხოლოდ მოლოდინები არ გეპატიებათ. ანუ თქვენ უნდა უკვე გქონდეთ აგერ 20 მაისს 6 დღე არის დარჩენილი კონკრეტული სამზადისი და კონკრეტული ვარიანტები შესაძლო სცენარის განვითარების. არ გამორიცხავს თქვენ რაზეც საუბრობთ. ნახეთ აქციაში მონაწილეობს ეხლა 10,000-ობით ადამიანი. როდესაც კონკრეტული ასე ვთქვათ პათოსი და სულისკვეთება არსებობს, დამერწმუნეთ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ხოლმე თავისით, თუ ისე სპონტანურობაზე საუბრობთ. თქვენ სპონტანურობაზე მელაპარაკობთ, ამიტომაც ხას უხობდით. სპონტანურობა, დაგეგმილი სპონტანურობა ხო არ არსებობს. სპონტანურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხალხი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ივარაუდოს ადამიანმა, იმიტომ რომ ადამიანები არიან გაწამებულები და რა თქმა უნდა, სპონტანურობა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ქვეყანაში არის უსამართლობა. ეს დაგეგმილი ხო არ არის, ამიტომაც გესაუბრებით და დაგეგმილი რაც არის, იმას 26 მაისს ვიხილავთ, ხო? დიდი ალბათობით. ამიტომაც განვასხვაო ეს ორი რამე. ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს, ეს ხო გამორიცხავს ისედაც ერთმანეთს. ან მაგით მეუბნებით, ხო? სპონტანურობა რო შეიძლება გამორიცხოთ, ხო? ხო, სპონტანურობაზე. ხალხი არის გაბრაზებული, არ ვიცი, როდის ამოხეთავს ეს ბრაზი, როგორ აფორმეთ, არ ვიცი, როგორ უნდა გითხრათ ხო, მაგრამ თქვენთან რაღაცნაირად თქვენს თქვენს პრინციპებთან პრინციპები და ხედვა არის ძალიან მარტივი. მოდიოდეს შესაბამისობაში, იმიტომ რომ შესაძლებელია გამოჩნდეს რაღაცა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც პროტესტის იმგვარ ფორმას მიმართოს, რომ თქვენთვის იმ კონკრეტულ მომენტში ძალიანაც წამგებიანი აღმოჩნდეს ეს, ამ რისკებზე არ გიფიქრიათ? აი მართლა გულწრფელად გეკითხებით. ვეღავრით რას მეკითხებით, მართლა გეუბნებით. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანებზე რაღაც ტოტალური კონტროლი, რაღაც ფაშისტური კონტროლი რო არ მაქსიმუმ 10,000 ადამიანზე მოწ. იგივე რაც მოხდა 4 ოქტომბერს. ჩვენ დღესასწრები გვაქვს და მარშია გეხოცავთ ძალიან ახლა ამწავეთ, ამძაფრებთ და მუქფერებში ხატავთ ჩემს შეკითხვას. არა, ჩემოძურფასო ნახეთ 4 ოქტომბერს რაც მოხდა ხალხის შედარებით მცირე ნაწილმა გადაინაცვლა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და იქ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, ხალხის უდიდესი ნაწილი დარჩა იქ, სადაც თავდაპირველად იდგა, ან უბრალოდ მოხდა მათი გადანაცვლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აი მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ანუ მსგავსი აცდენა რომ არ მოხდეს და ისევ აი ეს ძირითადი მისია და მიზანი ამ აქციის არ დაზიანდეს, ამაზე თუ გიფიქრეთ, თუ გიმუშავიათ და თუ გააქვთ ვერსიების სხვადასხვა ვარიანტი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. კაფეო იქნება ის გეგმა, რომელიც იქნება იმ დღეს. და არ იქნება, ასე ვთქვათ, ანუ წარადგენთ გეგმას. ეს მაინც მოვისმენ ახლა, გეგმას წარადგენთ. განცხადება გაკეთებული იქნება შესაბამისი აღჭურვილობაც
და იქნება შესაბამისი განცხადებები გაკეთებული და 26 მაისს ვიხილავთ ამ ყველაფერს, ხა დღეს ხო არ ვიტყვი ამ ყველაფერს. ანუ ხო, ეს მინდოდა მომესმინა რომ რაღაცა იქნება, აღჭურვილობაც იქნება, გამოსვლებებიც იქნება, ისე პოლიტიკოსები გამოვლენ და პოლიტიკურ მოწოდებებს გააკეთებენ. ნახეთ, დღე არ გავა, რამდენი ტელევიზია გვაქვს ხომ, თავისუფალი დამოუკიდებელი, კრიტიკული მათ შორის. სადაც გამოდიან ოპოზიციის ლიდერები და საკუთარ მოსაზრებებს ძალიან ხმამაღლა გამოთქვამენ. ამის გარდა, რაც უკვე 1000-ჯერ მოგვისმენია, განსხვავებულს რამეს მოვისმენთ აქციაზე? ამას გიკითხებით. ანუ რა თქმა უნდა, იქნება კონკრეტული, ასე ვთქვათ, დღის ეს რიგი, როგორ ხედავს ალიანსი მათ შორის, რაზე ვართ შეთანხმებულები, რა არის ძირითადი დღის ეს რიგი, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი. აი ამაზე იქნება უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთებული. შეთანხმებულებიო, ეს ამ სიტყვამ გამახსენა ერთი ამბავი, რომ 18 მაისს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, იყო ალიანსის შეხვედრა, შეკრება, მსჯელობა 26 მაისის საკითხებთან დაკავშირებით და არ ყოფილა თქვენი პარტიის წარმომადგენელი. ალზე მანამდე მომისმენია სხვათა შორის ალიანსის წევრებისგან, რომ რას ამბობთ, ზოგჯერ 9 ლიდერიც კი არის ასეთ შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობიდან. ასეა ხო. რა მოხდა 9 ლიდერიდან როგორ ერთმა ვერ მოიცალა თუ ეს იყო თქვენი ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო. ხომ ესე იმდენი ინფორმაცია გამიგია ანუ არადასტურებთ? ხო, ამიტომ გეკითხებით, მინდა რომ დავაზუსტო. არსებობს. აი, ისე ვერ გეტყვით რომელ დღეს ამდენი წარმომადგენელი ყავდა ყოფილა შეხვედრები, სადაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა მისვლა, იმიტომ რომ უღაც ორი მიდიოდა და ეხლა ძალიან ტექნიკური დეტალები და ამას საუბარი არ მგონია რომ საინტერესო. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, მოწილებას ყველა ფორმატში, აი, მაგრამ 26 მაისთან დაკავშირებით ბუკლეტების დარიგებაშიც მივიღებთ უახლოს მივიღებდით კიდევაც მივიღებთ საარჩევნო შეხვედრაშიც ვიყავით ახლა არ ვიცი ძალიან მარტივად არის საქმე. შეიძლება რომელიმე სიტყვით გამოსვლებიც გექნებათ. ანუ ალიანსის რომელიღაც წევრი პარტია შეიძლება არ მივიდეს არც შეხვედრაზე, არც ბუკლეტების დარიგებაში მიიღოს მოწილება, მაგრამ არავინ ამაზე კრინცაც არ დაძრავს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა როცა სადღაც არ მივა, იქ იწყება ეგრევე სპეკულაციები, რომ აი ნაციონალური მოძრაობა აღარ არის. და რატომ გიგვით? მესმის ეს რამდენჯერ ყველაფერი. მომისმენია თქვენგან, რომ თქვენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხართ, რომ თქვენ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ხართ და თქვენს მიმართ რომ ყველაზე დიდი არის ინტერესი, მე მგონია ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ხო? არა ხო და გასაგებია მეთქი, ამიტომ ვამბობდი, გასაგებია მეთქი, ეს ესე არის, მაგრამ ნუ ხალხს ვაყედებ საქმის კურსში, რომ ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ პარტიას შემთხვევაში მოხდეს ხოლმე, მაგრამ ასეთი რაღაცა აქცენტის გაკეთება ამ თემაზე არ ხდება ხოლმე, ხო, ბუნებრივი მიზეზების გამო. ხო, არ ვიცი ეს რამდენი. თავად რა არის, ეცეთ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აი ამ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან კაფიო ხაზი. ყველა საპროტესტო აქტივობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ეგზისტენციალური საფრთხე ამ ქვეყნისთვის და ყველა საპროტესტო მოძრაობას, ყველა საპროტესტო გამოსვლას ჩვენთვის ოდიოზური მიუღებელი, თავის დროზე პირების ხრიდანაც კი ყოველთვის სოლიდარულები ვიყავთ. ახლა 26 მაისთან დაკავშირებით ხო ორი აზრი არ არსებობდა. ალიანსში რო არ გვინოდეს ყოფნა და არ გქონდეს, ახლა იქ დამერწმუნეთ ძალით ვერ დაგვაბამს და ვერც იმ საარჩევნო შეხვედრაში ვერ წაგვიყვანს და ვერც სხვა შეხვედრებს ვერ დავესწრებით, ხო? ძალიან კარგად ყავს გაცნობიერებული, რომ იმისთვის რომ ლევან ხაბიშვილი გათავისუფლდეს, ირაკლი ნადირაძე გათავისუფლდეს, მიხეილ სააკაშვილი, პატა ბუჭოძე, და უამრავი სხვა ადამიანი, ხო? ამისთვის საჭიროა აქციები. ეს მოწოდებები იქნება საპროტესტო აქციები. ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოსვლების დროს, იმიტომ რომ ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია, ესეც არ ვიცი რამდენად ტყუილ მართალია, რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას, ნუ ყოველთვის აქტიურად არ იქნება ჩართული, თუ ამ აქციის ერთ-ერთი მოწოდება არ იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს საკითხი იყო. საკითხი რა თქმა უნდა არსებობს და ამაზე შეთანხმება რო არსებობდეს ალიანსის შიგნით, ჩვენ ამ ალიანსში ვერ ვიქნებოდით ფიზიკურად. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია გაიჟღერებს ეს საკითხი, იმიტომ რომ გვახსოვს აქციები, სადაც სააკაშვილის ბანერების გამოჩენას მოყვა დიდი სიტყვიერი უთანხმოება, ხო და საჯაროდ ნახა ეს ყველა, მან მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ამიტომაც გეკითხება. ძალიან დიდი პრობლემა არის პირდაპირ გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერებთან დაკავშირებით ეს საკითხი ყოველთვის სამარცხვინო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერები ეჭირათ ევროპარლამენტარებს ბრიუსელში. ბოლო-ბოლო და ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს. ევროპარლამენტში ბრიუსელში ათეულობით ევროპარლამენტარს ეკავა მიხეილ სააკაშვილის ბანერები. არ ვიცი, მე რო ჩასული ვარ ევროპარლამენტში, ხალხი მიყვებოდა, ეგ ეგონება, არ ვიცი ხა რო სასიკადულო ვარ შენ ესე ბაბოჩებს არა გეტყვით რას ვქულს ბაბოჩებს მეგობრები უნდათ რომ აი გალაქტიონთან ერთხელ დალეული მაქვს იქ დუქანში და აი როგორც იძახდნენ ხოლმე ხო ის რომ რაღაც გამორჩეულ ფიგურაზე რო იტყვი რომ აი მასთან ერთად სადღაც რაღაც გავაკეთე აი ესე არიან ევროპარლამენტარები ხოლმე მიხეილ სააკაშვილზე რომ აი იცით ჩვენი გვითანამშრომლია იქ ჩავსულ ვარ იქ მინახავს და უცბად საქართველოში არიან ხოლმე გარკვეული პოლიტიკური ფიგურები რომლებიც აი თურმე მიხეილ სააკაშვილის ბანერიც პოლიტიკური პარტიების არ უნდა არსად არ გამკრალა მეტიც თქვენთან ერთად არიან ახლა ალიანსში და
ანუ თქვენ ბანერზე რა ხომ მკითხეთ? ბანერზე რა ხომ მკითხეთ? რა გარანტია გაქვთ, რომ იგივე რეაქციები არ ექნებათ ახლა 26 მაისს? ბანერზე რა ხომ მკითხეთ? გითხარით რა არის ეს ბანერებს არ გაიტანთ. რა თქმა უნდა გავიტანთ მიხეილ სააკაშვილის ბანერებს გვეჭირება არ ვიცი ჩვენ მომხრეებს ვინა უგზავნოს რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერი არ დაიჭირო ხელში რატომ უნდა უგზავნო ხო მაგრამ ამას თავი დავანებოთ არა ერთ ვერ დავანებებთ თავს ანუ ის ადამიანები ვის აქციასაც თქვენ ცოტა ხნის წინ უწოდეთ სამარცხვინო არსად არ გამქრალან მეტიც არიან ამ ოპოზიციურ ალიანსში. ვის ბანერებს ებრძვის ხომ? ხო, სამართლიანო არ ხომ ესეთ ქმედებები ნამდვილად. ეს ადამიანები ხომ არიან ისევ ალიანსში? ანუ რა შეთანხმება გაქვთ რაიმე? არ გინახავთ ეს ალიანსის წევრებზე გინახავთ ეს? ნუ ამ შემთხვევაში ალიანსის წევრების პოზიცია უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიღაცა ვიდრე ვიღაცა რიგითი გამოვლელის იმიტომ რომ ალიანსის წევრებს აქვთ ერთი პოზიცია რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის რა თქმა უნდა კონსენსუსი არსებობს და ეს მე მგონი ყველას უთქვამს ყველაზე ასე ვთქვათ ნაკლებად მეგობრულად განწყობილ არც ბანერების გამოტანაზე არ ექნებათ რაღაცა ესეთი ნეგატიური რეაქცია. ანუ შეთანხმებული არის ეს საკითხი. კიდევ ერთი თემა და დავუმთავრებ თქვენთან ამაზე საუბარს. არ ვიცი რამდენად მასობრივად გავრცელდა, მაგრამ დღეს ჩემი ყურით მოვისმინე ერთ-ერთ რადიო ტალღაზე უკვე ანონსი იმ ასე ვთქვათ ღონისძიებებისა, რასაც ქართული ოცნება ხელისუფლება გეგმავს 26 მაისს. მე როგორც მოვისმინე, დილიდან საღამომდე მთელი დედაქალაქის, თითქმის მთელი დედაქალაქის მასშტაბი, ну ძირითადი ლოკაციები მაინც ისეთი ცენტრალური ქუჩები და გამზირებია, იგეგმება სადღესასწაულო ღონისძიებები, მათ შორის ფიცის დადების ცერემონიალი და ასე შემდეგ. სხვათა შორის საღამოს საათებში მე მაპატიეთ არ მახსოვს ზუსტი დრო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა პირველი რესპუბლიკის დროს თუ არ ვცდები 17 საათი 10 წუთი ითქვა თუ ვცდები ბოდიშს ვიხდი სწორედ ამ დროს იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით გაიჟღეროს საქართველოს ჰიმნი თბილისის გარდა საქართველოს დიდ ქალაქებშიც არის ეს ღონისძიებები დაგეგმილი და ეპატიჟებიან მოკლედ საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით ევროპული ზუსტად მე საუბრობ ანუ ამ დროს ხალხში ჩემი მეგობრებს აქვს საინტერესო ტრადიცია ირაკლი ხვადაგიანს და საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებს ისინი უშვებენ ხოლმე იმ ადგილზე სადაც გამოცხადდა და დამოუკიდებლობა იკრიბებიან ბუშტებსაც უშვებენ და კონკრეტული აქტივობა აქვს ხოლმე და 6 ხო 17 საათსა და 6-ის ნახევარზე სადღაც ეს დრო მახსოვს და ხო აი ეს თქვენს გეგმებში როცა არ არის ესეთი აქტივობა კი ბატონო თქვენს გეგმებში ეს ხომ არ შეიტანს გარკვეულ კორექტივებს იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ხო მოდელირება რომ მოვახდინოთ მომენტა განვითარების ქრონიკის როგორ შეიძლება მოხდეს ხა ასეთი საზეიმო ღონისძიება ბუნებრივია სულ ცოტა ქართული ოცნება დაუძახებს საჯარო მოხელეებს გამოიყვანს საკუთარ მხარდამჭერებს და მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ერთის მხრივ დიდი მარში იქნება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული სადაც თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ 10,000-ობით ქართული ხელისუფლების მოწინააღმდეგე მიიღებს მონაწილეობას და მეორეს მხრივ იქვე სადღაც შორიახლოს სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ოცნების მხარდაჭერები იქნებიან. ანუ შეიძლება ეს გარკვეულ რისკებს, არ ვიცი, არ მინდა ვთქვა დაპირისპირების, მაგრამ რისკებს შეიცავს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის კაცმოძულე და ყველა ადამიანს უსპობს პერსპექტივას და მათ შორის მიმართავს რეპრესიებს. აი ეს არის რისკების შემცველი და სამოქალაქო მათ შორის დაპირისპირებას იწვევს იმ კუთხით, ნუ ღვთისმხალობით ჯერჯერობით არა იმ დონეზით და იმ დონით, რაც დამუყელი იქნება ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ну აი მართლა რეალურად ისე ძაბავს სიტუაციას რომ ოჯახებში და ნათესავებში არის რთულად ხო საქმე და მათ შორის ადამიანები ყავთ გაბოროტებული პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ისეთ აბსურდულ ასე ვთქვათ რეპრესიებს ატარებენ ხო ამიტომ ეს არის ხიფათის შემცველი თორე ხა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რომ დაუგეგმო ეს როგორ არის ხიფათის შემცველი ხა ის თუ ზონდერები თუ მომიგზავნეს და თუ დამარბიეს მე შეიძლება ნებისმიერ რამ მოხდეს მაგრამ ჩვენი მხრიდან არასოდეს არ ყოფილა არც ერთი ტიპის ზალადობა ვერ გაიხსენებენ უბრალოდ ზალადობას თუ არ მოხდარა პროვოკაცია ან თავდასხმა